სამნიშნა ინფლაცია, დაბალი ხელფასები, უცხოური დახმარების და სურსათის სუბსიდიების მკვეთრი შემცირება. ეს ყველაფერი მილიონობით ვენესუელელს ხარისხიან საკვებზე წვდომას მნიშვნელოვნად უზღუდავს. ქვეყანაში გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისის შედეგებს მოქალაქეები უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძნობენ. მღვდელი გილბერტო გარსია ადგილობრივი ეკლესიის ერთ-ერთ საქველმოქმედო სასადილოს ხელმძღვანელობს, რომელიც ძირითადად შემოწირულობებზე და თავად გარსიას შემოსავალზეა დამოკიდებული. ხალხს ყოველდღიურად ურთულდება გარკვეული ხარისხის საკვებზე წვდომა. ისინი ძირითადად ნახშირ წყლებს იღებენ. არომატისთვის ცოტაოდენ ბრინჯს ამატებენ და ასე ირჩენენ თავს. ალნილის ჩირინო ყოველ შაბათს შვილებთან ერთად მსგავს სასადილოში დადის. მას სულ უფრო ხშირად კვირაში ერთხელ მაინც უწევს დახმარების ძიება შვილების გამოსაკვებად. ნამდვილად არ არის საკმარისი. მაღაზიაში მივდივარ, სულ 1-2 პროდუქტს ვყიდულობ და ვხედავ, რომ უკვე ყველაფერი დავხარჯე. ფული სწრაფად ქრება. ბავშვები მეკითხებიან, ხვალ რა უნდა ვჭამოთ? ხვალ როგორ იყიდი საკვებს? იგი მთავრობის მიერ საჯარო მოხელეებისთვის გაცემული ბონუსის მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ის მცირედი კი რის შოვნასაც ახერხებს, სწრაფად იხარჯება. გლობალური დაფინანსების დეფიციტის გამო შეიზღუდა ოდესღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მსოფლიო სასურსათო პროგრამის სასკოლო კვების პროექტიც. მართლ პარტიასთან დაკავშირებული პროგრამები კი არასტაბილური და არასანდოა. ოჯახები ამბობენ, რომ მათთვის განსაზღვრული კვების რაციონი რამდენიმე თვეა არ მიუღიათ. ჩემი შვილი მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციისგან დახმარებას იღებს. მას ჰიდროცეფალია აქვს, ამიტომ ფულს მედიკამენტებზე ვხარჯავთ. ზოგჯერ გვიწევს არჩევანის გაკეთება, ან საკვები ან მედიკამენტი. მხოლოდ ერთის ყიდვას ვახერხებ. ვენესუელას ეკონომიკური კოლაფსი, რომელიც სანქციების, სუბსიდიების შემცირებისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე მნიშვნელოვნად გაღრმავდა, კვლავ მძიმე ტვირთად აწვება მისი მოსახლეობის ყველაზე ახალგაზრდა და დაუცველ ნაწილს და ბევრი შიშობს, რომ უარესი ჯერ კიდევ წინაა.